ერთ-ერთი გვერდია სოციალურ ქსელებში, თავის საიტიც აქვს. სამშენებლო კომპანია, რომელიც არაბულად არაბებს თავაზობს ბინების ყიდვას თბილისში და აჩვენებს თავის კომპლექს უზარმაზარ სამშენებლო პროექტს, რომელიც დასრულდება მალე და ფასებს ეუბნება, იწვევს მათ. ეს არაბულად არის ვიდეო, მაგრამ შინაარსი არის ეს და აი ამ ჯგუფის საიტზე რომ შეხვიდეთ, იქ არის ფასებით მითითებული პირობები და ასე შემდეგ. تقنعني أشتري من عندكم مش من شركة تانية. طبعا كل الناس بتعرف إنه إحنا بنتميزش، إحنا المميزين. مرحب، مثل ما نحن شايفين هلا نحن بالمشروع اللي عم يطلع أندر كونستراكشن اللي هو مؤلف من 4 بنيان A B C D صار جاهز بنايتين، بعد في بنايتين تحت الإنشاء اللي هن حيكونوا من الجهة الخلفية. لهلا صار طالع هيدول الطوابق اللي هو مؤلف من كل بنيان 23 طابق. هيدا هو كل شيء طبعا مع التجهيزات. هذه هي المساحة. სიტუაცია არის ეგეთი რა. ვიღაცები რომ თავს გამოიდებილებენ ხოლმე რომ რა გინდათ კაცო რატო ჩათვალეთ რომ ეგ ყველაფერი არაბების შენდება. აი არ ვიცი მეგობა რომ შენზე რო იყოს გათვლა და შენთვის რო შენდებოდეს ესეთი რეკლამა არ იქნებოდა მე მგონი. აი ვინც გაიგო ეგ ტექსტი იმისთვის იყო ეგ რეკლამა რა. არა ზურა ჩვენთვისაა ეგ. არა, მან დაეწერა თან შინაარსი ეგ არის მოწოდება თვითონ მანდედან ჩამოყავთ ხალხი, მათ შორის არ ვიცი, აგერ ჩვენი მხარდამჭერები აწვდიან ჩვენიანებს, ისრაელში გადის რეკლამები, რომ იქ საქართველოში იყიდება უძრავი ქონება, იყიდეთ, იქ ადვილია ბინადრობის უფლების მიღება თუ ქონებას ფლობ და ეს არაბების მაგას ეუბნებიან, რომ ქონებას თუ ფლობ, ბინადრობის უფლებას იღებ. აგერ არის თბილისში უზარმაზარი კომპლექსია, ვაშენებთ ამ ესე როიალ გრუპა, ესეთი ჯგუფია რაღაცა, რომელიც თანამესაკუთრეებში რო შეხვიდე არის ძირითადად არიან არაბები და კიდე ერთი რუსეთის მოქალაქეა. ანუ ერთი რუსია და დანარჩენი არაბები არიან და თბილისში სხვა ადგილებში ასეენებენ რაღაცა სამშენებლო პროექტები აქვს და ეს არ არის ერთეული რაღაცა კომპანია, კაცო, გადაიჭედა განსაკუთრებით აი ბოლო წლებში, ახლა ბოლო 2-3 წელი თქვენ ხედავთ, რომ იქ რომ მიდის საუბარი, მაგალითად არ ნახულ ეკონომიკურ ზრდაზე. მან უნდა გვესწროს ეკონომიკური ზრდა შეიძლება კომპონენტებისგან რა იზრდება, რა სეგმენტები იზრდება, რასაც გაიხედავ გარშემო და თუ რაღაცა შენ არ გახდი ჩვეულებრივი ადამიანი, უფრო მდიდარი, აგერ დღესაც იდებოდა მონაცემები, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფი ადამიანების რაოდენობა, ანუ ადამიანების რაოდენობა, რომელიც შემწეობებს იღებენ, გაიზარდა. აიცად, აბა სოფლიოში სამეულში ვარ ეკონომიკურ დაშიო. ანუ მან მნიშვნელოვანია, ჯამური ეკონომიკა შეიძლება იზრდებოდეს, ოღონდ ამ ეკონომიკის რომელი სეგმენტი გაიზარდა, ეგრე მარტივად კი არ ჩანს უბრალოდ ჯამურ ზრდაში. იმ ჯამურ ზრდაში შეიძლება მაგალითად ძალიან გაიზარდოს სამშენებლო სექტორი. სამშენებლო სექტორი რის ხარჯზე გაიზარდა, მაგალითად გააღე კარი პირობითად არაბებისთვის, გააღე კარი უცხოელებისთვის, გამარტივებულია მათთვის ბინადრობის უფლების მიღება, ქონების ყიდვა, არ ემუქრება მათ აქ ცხოვრებას და ქონების ფლობას არანაირი პრობლემა. აგერ პირდაპირ რეკლამები კეთდება, ანუ ეგრე დგას საკითხი, რომ ამ ქვეყანაში არაბებმა არაბულად კეთდება ეგ რეკლამები, არაბებმა რო იყიდონ აი რა კომპლექსია და იქ ყველა ბინა, ну, ძირითადად ბინების დიდი ნაწილი გათვლილია იმაზე, რომ გაიყიდება უცხოელებს. აბა ქართველები წავიდნენ და ვინ იყიდის, ხო? აქედან გამომდინარე სურათი არის ეგ, პირდაპირ აი რეკლამებით არის მოდებული მთელი ინტერნეტი. და ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, რომ ეს ბინები შენდება არა ქართველებისთვის, არამედ გათვლა, ბიზნეს გათვლა არის ხუებზე, ეგ რა ვიცი რა, ეგ რაღაც სამკითხავ კი აღარ არის ხალხო. ნახეთ აბა ახალ აშენებულ აი კორპუსებში, ახალ აშენებულ პროექტებში რა პროცენტია, რომ არ არიან ქართველები იქ და ბინები ეკუთვნით სხვებს. რა პროცენტია ეს ჩასახლებული ხალხი ეხლა თბილისში? რა ვიცი. საქართველო ხო ეგ აი ნაცების დამოყოლებული გადაერთო მაგ რეჟიმზე, რომ ნაცებს ამარცხებს უკვე 12 წელი და საერთოდ 30 წელი სულ ნაცები უნდა ვამარცხოთ და მთელი ეს პროცესი არის მისული იქამდე, რომ აი საქართველო ვერაფერს ვერ აწარმოებს. არაფერს არა, ვერაფერს ვერ აკეთებს, უბრალოდ რაღაცა ტერიტორიების გაყიდვით,
უცხოელების ჩამოყვანით, აქ აი ქალაქი რო ქვეყნის მომავლის განიავების ხარჯი ვიღაცები ეხლა აი მარტო ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უბრალოდ რაც არის, აი რაც გაგვაჩნია, თანაც ისიც როგორი იცი, აი ხელით შესახები რესურსი, აი ტერიტორია, რაღაცა ხეტყეა, იქ რაღაც სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ. ხო, აი ამების უბრალოდ განიავებ ვიღაცა ხალხი მოაჯდა სათავეში და დაკავებული არის ამ ყველაფრის გაყიდვით უპრაგონოდ. აი ქალაქს რაც ეხება, ხო, ხონა არსებობდეს რაღაცა ქალაქის განვითარების გეგმა, სადაც აი 50 წელიწადში რანაირი იქნება ქალაქი, ეხლა ხო უნდა იცოდეს, ვინც უფლებას გასცემს მშენებლობის. ხო, რაღაცა გეგმის მიხედვით უნდა გაიცემოდეს ეს უფლებები. არა, ხალხო, არ არსებობს გეგმა. გეგმა კი არ არსებობს. გეგმა არსებობს მაგარი მაყუთი ვიშოოთ. კი, კაცო, აი რაღაცა ხო არის, რაღაცა ცარიელი ადგილი, სადაც შენი შვილი შეუძლია ჩამოვიდეს და გაისეირნოს. ჯერ კიდევ შემორჩა, ხო? მაგ ცარიელ ადგილს შეგივსებენ. აი რო დაინახავს ისეთი ბიზნეს ისა აქ, რა ქვია, ჩავლების უნარი აქვს ამ ხალხს, რო დაინახა იქ ცარიელი ადგილი, ბავშვები რო დადიან, ეს რა სიცარიელია, კაცო, ეს უნდა შევავს. ბაზარმა უნდა დაარეგულიროს და ესე აი ასეთი შევსებით, აი ასეთი მიდგომით, ვიღაცები შემოყავთ ამ უცხოეთი, მაგაზეც არავინ არ ნერვიულობს, არავინ არ ფიქრობს, შემოვიდა, გაივსო აქაურობა და ეს ყველაფერი დასული არის სადამდე. იცი, იქ მერე ვიღაცა პრეტენზიას გამოთქვავს, უკმაყოფილებას გამოთქვავს, მე მთელი რაღაც ჯგუფებია დაფინანსებული, რომ არა ხალხო, რას ლაპარაკობთ, არაფერი არ ხდება, ეს ყველაფერი სისულელეა. ყველა ვინც ამბობს, რომ ეგ პრობლემა, ეგ არის ნაცი და ფაშისტი. ნაცები, ქოცები, რაღაცა ეს სისულელეშია გადაზრდილი ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის ფონზე მივდივართ იქამდე, რომ საქართველოს მოსახლეობა კოლაფსისკენ მიდის დემოგრაფიულად. ხალხი გარბის, მაგრამ აი ამასაც რო ვამბობთ, ვიღაცა ამაზეც გამოხდება, რას ლაპარაკობთ, კაცო, არავინ არ გარბის. ესეთი დაფინანსებული ჯგუფებიც არიან, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ გაიხედავ ქუჩაში. უკვე მოსახლეობა არის კლებისკენ ქართველები და უცხოელები ჩამოდიან და აქედან გამოსწორება როგორ ხდება, იცი? აი მაგალითად ტრამპის გამარჯვება ასეთი პრობლემების გამოსწორების გამოძახილია. აქ თუ ეს მართველი ჯგუფი დარჩა, ყველაფერი ასე გაგრძელდება. ეს მართველი ჯგუფი უნდა გამოიცვალოს. ეგ არის გამოსწორების გზა. ერთ ისტორიულ რაღაც პარალელს მოვიყვან მაგალითად. აი, ყველას დიდი უბედურება რა არის, იცი? ყველას დიდი. როდესაც მართველი ელიტა ფინანსურ ეკონომიკურ სარგებელს იღებს ქვეყნის ინტერესების გაყიდვის ხარჯს. ეს არის კატასტროფა, აი უკვე დაინფიცირებულია მთელი სხეული და იქ უკვე კომერციული ინტერესი ირთვება, ანუ ბიზნეს ინტერესი ირთვება. და ისტორიული მაგალითი რა შეიძლება მოვიყვანოთ, იცით? ერთ-ერთი ყველაზე საზარელი საშინელი პრაქტიკა რა იყო საქართველოს ისტორიაში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. დღემდე ვიცით. იყო ტყვეთას ყიდვა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ჩვენს ისტორიაში აი განსაკუთრებით აი საბჭოთა პერიოდში, როდესაც უკიდურესად ჰეროიზებულად ხდებოდა ჩვენი წარსულის წარმოჩენა, აი მაგალითად ბაშიაჩუქში ან მაციხვიტიაში, აი როგორ არის, იცი, ეს ტყვეთას ყიდვის პროცესი ასახული, რომ აი ქართულ სოფელს თავს დაესხნენ ლეკები ან თურქები და ძალით აიყვანეს ხალხი. კი, ეგეთი შემთხვევებიც იყო. მაგრამ იგი ძალიან გავრცელებული. კი, მაგრამ ხშირად კი არა, უმრავლეს წილად და უდიდეს წილად ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, როდესაც თავადები, როგორც დღეს არის ერთადერთი ლუკმა ამათვის ქვეყნის გაყიდვა და ბიზნესი ეს სამშენებლო სფერო, მაშინ რა ტყვეთას ყიდვა იყო მთავარი მათი ლუკმა.
დღესაც ანუ ფული რაში იშოება, ანუ ადამიანებს აქ ისეთ სიტუაციას უქმნი, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი უცხოეთში მიდის და იქ სხვა ქვეყნის კეთილდღეობებისთვის შრომობს და აქ ფულს აგზავნის, იმიტომ რომ მაგისი ოჯახის სხვა წევრები შენ მერე კაბალური ამ ბანკების სისტემით ყავს აქ ჩვეულებრივად მძევლად აყვანილი, თუ ვიღაცა ოჯახის წევრი ყავს, ის ან წამალზე ყავს შესმული, ან რაღაცა კაზინოს ვალი აქვს, ან სამსახური ვერ იშოვა, ან რაღაცა მართლა ცუდად გახდა, დაჭირდა ბანკის ვალზე არის შემიძლია და მთელი ოჯახის ის და იმ ადამიანს როგორც მაშინ რაღაც სტამბულის ბაზარზე მიერეკებოდნენ, ეხა უბრალოდ სიტუაცია დააყენეს, იგივე თვითონ გარბის ხალხი რომ იქ იმუშაოს, რომ აქ დანარჩენი ოჯახი შეიყვანოს. ანუ ძალიან გავს მაგ პრაქტიკას, რა. კი, ანუ ჩვეულებრივად კაცო, გლეხები იმ მდგომარეობაში ყავდა თავადებს, რომ გლეხის შვილებს ეგეთი პრაქტიკა იყო. ესენი იღებდნენ ამ ბავშვებს და მყიდიდნენ. ეგ იყო მაგათი ბიზნესი. იმდენად გავრცელებული იყო, რომ იმერეთის მეფის სოლომონის ოჯახის წევრები იყვნენ, ანუ სამეფო ოჯახის წევრები იყვნენ ამას ჩართული. ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა. და როდის შეიცვალა იცით ეგ პრაქტიკა? როდესაც რუსები გამოჩნდნენ. რუსები რო გამოჩნდნენ ამ იმაში ჩვენს რეგიონში, მე ხა იმას კი არ ვამბობ, რომ აი რუსეთმა გადაგვარჩინა. მე უბრალოდ პრაქტიკა როგორ შეწყდა. ჩვენს ისტორიაში ისეა დაწერილი, რომ მეფე სოლომონმა მაგიდაზე ხელი დააბრახუნა, რომ დღეიდან ეგ აღარ იქნება და ყველა დაემორჩილა. არა, მთლად ეგრე აუჯანყდნენ კაცო. ბევრი სოლომონს აუჯანყდა, მაგრამ როდესაც ვინც აუჯანყდა, ისინი იყვნენ კავშირში თურქებთან, იმიტომ რომ კავშირში იყვნენ ერთ ბიზნესში იყვნენ ქართველების ხარჯზე. მაგრამ რუსეთს ხო არ აინტერესებდა აქ თურქეთის გაძლიერება და თურქეთის განდევნას ხო ცდილობდა 1774 წელს რუსეთ-თურქეთის ომი იყო, სადაც თურქეთი დამარცხდა და დაიდო ზავი. ამ ზავის თანახმად ერთ-ერთი პუნქტი იყო ჩაწერილი, რომ ქრისტიანებით ტყვეთა ვაჭრობა უნდა ყოფილიყო აკრძალული აი ამ რეგიონში. ამაზე დაეყარნო მერე სოლომონ, რომელიც თავად იყო ამის წინააღმდეგი. ანუ ძლიერი მოთამაშე რო გამოჩნდა, იმას მიეკედლა. ხო და დაახლოებით იგივე ხდება ეხლა განა რამე შეიცვალა, კაცო. ის ინტერესი, რომელიც მაშინ ქონდათ იმ თავადებს, რომლებიც ტყვეთა სყიდვით იყვნენ დაკავებულები, ეხლა იგივე ინტერესი აქვთ აი აქ მომჟდარ ხელისუფლებაში მყოფ ხალხს, რომელიც ეხლა ცდილობს სწრაფად გამდიდრდეს. და მაგიტომ ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესი, როდესაც იკარგება კონკრეტული ადამიანების ბიზნეს ინტერესების ხარჯზე, ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა. ეგა, ნუ აი თან ეგ ისე ხდება, რომ ბევრი ვერც ხვდება, ვერც იგებს მიზეზი რა არის.